საქართველოს ბანკში მცირე და საშუალო ზომის წესების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიება ჩატარდა. საქართველოს ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს შორის 25 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტი ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით ისარგებლონ. ეს ფული ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და რეაბილიტაციას უნდა მოახმარონ. პირველ ეტაპზე გამოყოფილი იქნება 25 მილიონი ევრო იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დაფინანსება მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, იცით რომ ენერგეტიკა ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რადგან ჩვენ მიგვაჩნია წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება, თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებულები, ენერგეტიკულად არ ვიქნებით დამოუკიდებელი ქვეყანა. მნიშვნელოვანია რომ კონსულტანტები იქნებიან ჩართული ამ პროექტებში, რათა მოხდეს უფრო კარგად შესწავლა პროექტებისა და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკრედიტო ხაზი დაეხმარება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას საქართველოში.